ამები ძირფასო სვენელობა და მეგობრებო, დღეს შემოგთავაზეთ მე თქვენ განხილვის თემას, რომელიც შეიძლება საინტერესო არ იქნეს ბევრისთვის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ჩვენი პლანეტის დედამიწის ეკოლოგიურ პრობლემებს. მერწმუნეთ, თუ პლანეტა დროზე არ მივხედეთ, მომავალში არავინ იცის თუ გაუძლებს პლანეტა თუ არა ამხელა დაბინძურებას, ამხელა ეკოლოგიურ პრობლემებს. და ჩვენი პლანეტის მომავალი და ჩვენი მომავალი, ჩვენი ბავშვების მომავალი, ჩვენი შვილიშვილების მომავალი არანაკლებ უნიშნულოვანია, ვიდრე მაგალითად ჩვენი სულიერი იმუნიტეტის გაძლიერება, ვიბრაციების აწევა. იმიტომ რომ თუ ჩვენ გავანადგურეთ ჩვენი პლანეტა, მეწუნდეთ რომ არც მომავალი ადამიანი იარსებებს. მე წინა ვიდეოში ხომ გითხარით, რა თქვა პერესმა, რომ თუ დედამიწა განადგურდა, თუ რამე მოვიდა დედამიწას და ჩვენ კაცობრიობას, ის მაღალი განსუმილებები, რომელიც ახლა არსებობს, ყველაფერი გაქრება, რადგან ისინი უცხოპლანეტელები კი არ არიან, არამედ ჩვენ ვართ სხვადასხვა განსუმილების მომავალი ადამიანების წარმომადგენლობა. ამიტომ დედამიწის ეკოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც დამოკიდებულია ყველაფრის მომავალი. და მოდით მას დავიწყოთ. ხშირი წყალდიდობები, გვალვა და ცუნამი ეს არის შედეგები გლობალური გათბობისა. მაგრამ მხოლოდ გლობალური გათბობა არ არის ამის მიზეზები. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თორემ არის კიდევ სხვა ხელოვნური მიზეზებიც. ჩვენმა ყურებმა შეეჩვიენ მოსვენას, რომ დედამიწაზე მიმდინარეობს გლობალური გათბობა და ეს იქცა ჩვეულებრივ ამბავად დედამიწელებისთვის. რატომ და ამდენი ყოფის პრობლემების ხელში ჩვენ მივატოვეთ ყურადღების მიქცევა თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. მაგრამ ოდესღაც დაფიქრებულად ჩვენ თუ ეს ცვლილებები როგორ მოქმედებს ჩვენზე და ჩვენ შვილებზე, ან როგორი მოქმედებს მომავალში. რა ვიყიდოთ ჩვენ, ნავები თუ მზის დაცავი კრემები? საჯობია ვიცხოვროთ და მიახლოებით 100 წლეულის განმავლობაში საერთოდ როგორი ცხოვრება დადგება. არის საშიშროება იმისა, რომ კლიმატი ისე სწრაფად იცვლება და ისე ჩქარახდება ეს გლობალური პროცესები დედამიწაზე. ჩვენ არც კი ვიცით თუ რა გველის მომავალში, თუ არ მივხედეთ ამ პრობლემას. მაღალი ტემპერატურასთან ერთად, რომელიც იწევა დედამიწაზე, რადგან ზოგ ადგილებში ტემპერატურა 70-80 გრადუსამდეც აღწევს და ეს იწვევს დაავადებებს, ბევრ ინფექციურ დაავადებებს. და ეს გლობალური დათბობა მაგარ გავლენას ახდენს ოკეანეებზე, ამინდებზე, ყინულებზე და ცოცხალ სისტემებზე. არის ფაქტორი, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და ეს ფაქტორი, ამ ფაქტორში შედიან, ამ ფაქტორს წარმოადგენენ ადამიანები, რადგან ადამიანების საქციელი ზოგჯერ იწვევს შეუქმნათ პრობლემებს. მაგალითად,
ჩვენ ვიყენებთ დღევანდელი კაცობრიობა იყენებს ნავთობის პროდუქტებს, ხო? იყენებს ნახშირს, წვავს ხეებს, ჭრის და წვავს ხეებს. ამა თუ იმ მიზნით, ამა თუ იმ დანიშნულებით. ანადგურებს ტყეს, თუმცა ტყეები ამა თუ იმ გაგებით დიდი ხანია დედამიწაზე არ არსებობს. იმიტომ რომ დედამიწაზე იმდიდრ იყო ბუნებრივი კატაკლიზმები, გლობალური კატაკლიზმები, რომ ხეები თავიდან ამოვიდა და ის ხეები, ის ტყეები, რომლებიც ჩვენამდე დღემდე მოვიდა, ეს არის ყველა ახალი ტყე, ახალი ხეები. ის ნივთიერებები, რომლებიც ხდება ატმოსფეროში, ამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შედეგად მოქმედებს ატმოსფეროში როგორც ზეწარი, რომელიც იჭერს მზის სხივებს და აიძულებს პლანეტას გათბეს. და მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლები 2020 წლამდე და 2020 წლამდე გასული წლები ამ 2020 წლის ჩათვლით იყო ყველაზე ცხელი წლები დედამიწაზე. ტემპერატურა მთელ დედამიწაზე ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა 0.9 გრადუსით ცელსიის მიხედვით. თითქოს არც ისე ბევრია, მაგრამ თუ ამას გლობალურად შევხედავთ, ჩვენ ცვლით ჩვენ პლანეტას უარესობისკენ. პლანეტა გათბა ჩრდილო პოლუსიდან დაწყებული სამხრეთ პოლუსამდე დამთავრებული. კი, ხდება პლანეტა თბება არა მხოლოდ ჩვენი ადამიანების მოქმედებიდან გამომდინარე, რადგან არის კიდევ ბუნებრივი მიზეზებიც, მაგალითად მზის ამოფრქვევა აგრეთვე იწვევს ბირთვის გახურებას და როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, ციმბირში მაგალითად ის წითელი ზონა, რომელიც დაფიქსირდა რუკაზე, ხო, თურმე ყოფილა ის, რომ ბირთვი ყოფილა ბირთვი გადაადგილდა ციმბირისკენ, ზედაპირისკენ, ახლოს და მალე იმ ადგილიდან შეიძლება ამოიფრქვეს მაგმა. ხო, დედამიწის ბირთვი გადაადგილდა ციმბირისკენ და თვითონ ბუნებრივი გლობალური, აი ბუნებიდან გამომდინარე გლობალური ცვლილებები მალე შეგვახსენეს თავს, მაგრამ ამიტომ რომ ეს ამ ბუნებრივმა ცვლილებებმა არ გამოიწვიოს გლობალური გრევები ადამიანების სხორპლი, ამას უშლიან ხელს. როგორც მე წინა ადრე მაქვს ნათქვამი, ჩვენამდე არ უშვებენ დიდი რაოდენობით იმ ესე იგი მზე, როდესაც აფრქვევს ამ თავის პლაზმას, ამ დროს მზის ქარიშხალიც იქნება და ამ მზის ენერგიებს, ამ მასას არ უშვებენ დედამიწისკენ დიდი რაოდენობით. ამოსულის საშუალებას აძლევენ დედამიწასაც და ჩვენ. მაგრამ რა მიზეზითაც არ ხდება და რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, ეს ცვლილებები, მაინც ჩვენ ადამიანები ხელს უწყობთ ჩვენი ყოფადი საცხოვრისი შედეგებით ვაჩქარებთ ამ პროცესებს. მაგალითად, რომ გაუქმდებოდეს ნავთობის პროდუქცია, ნახშირის მოხმარება, ხეების დაჭრა და
წვა, იმიტომ რომ არის ბევრი ტექნოლოგიები ისეთი. და მე არასდროს არ ვეღრები შეგახსენოთ თქვენ ეს ტექნოლოგიები. წინათ კიდე რომდღაც ვიდეოშიც გითხარით. არის ტექნოლოგიები, რომელიც არაფინტურეს გარემოს. ეს არის წყლის ძრავა, ეს არის ბუნებრივი აირის ძრავა, ეს არის მზის ენერგიის მოხმარება, ეს არის ნულოვანი ენერგია, რომლის ხო ახლა ტრამპი როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, ტრამპმა დაიწყო ოქროს გუმბათის გაშენება, ხო, რომლითაც ის ესე იგი გამოიმშავებდეს იქნება ნულოვანი წერტილის ენერგიას, ანუ უფასო ენერგიას დედამიწისგან, დედამიწის ელექტრობადესგან. აგრეთვე შეიძლება მზის პანელები დააყენო, რომ სახლი გაათბო, ან მზის პანელები მიწაზე დააგო, რომ შემდგომ მაქნებმა ენერგია აითვისონ ამ მზის პანელებისგან და არ დაჭირდეს საწვავი. არის აგრეთვე ელექტროკარები და საერთოდ არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტა იყოს შეუძლებელი. მხოლოდ ადამიანებმა უნდა მოვინდომოთ ამის გაკეთება. ახლა მე ფიზიკაში და ინჟინერიაში ვერ ვყვევი, მაგრამ ხომ არიან ადამიანები ნიჭიერი ხალხი, საქართველოსაც ეყოლება და საკვირველია და მე მჯერა რომ ყავს, თუ მithმენ მათ ამის საშუალებას, მე მჯერა რომ საქართველოში შეიძლება ამ ნიჭიერმა ხალხმა შექმნას ისეთი მანქანები, რომლებიც არაფინტურებენ გარემოს. დნება ყინულები, მაგრამ ყინულები დნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ სათვრის ეფექტია დედამიწაზე. ყინულები დნება იმიტომ, რომ ყინულები დნობას მაგალითად სადაც მასებია განლაგებული ამ ყინულებისა, ეს რადგან ბირთვი არის ზედაპირისკენ გადაადგილებული, ეს იწვევს ყინულების დათბობას ქვევიდან. ბუნებრივი პროცესით კი ბუნებრივად კი მარტდება ეს ყინული, არამედ ნაჩქარებად დნება. და ყოველწლიურად ეს იწვევს წყლის დონის აწევას. მე არ ვიცი ახლა ზუსტად რამდენად. რასაკვირველია, თუ სადმე არის წყლის აუზები, ზღვები იქნება, ოკეანები იქნება, ეს თუ ტბები, ეს გამოიწვევს წყლების ზონის აწევას. აგრეთვე რასაკვირველია აიწევა შავი ზღვის დონეც. რამდენი ხანია შავი ზღვის დონე იწევა. მე მახსოვს ბავშვობაში, არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, მახსოვს კონტურები რელიეფში ზღვა იყო შორს სანაპიროდან და როგორ კარგად მახსოვს, რომ იქ დაცურავდა გამჭვირვალე მედუზები. პატარა მედუზები და ბავშვები ვიჭერდით ამას ხოლმე. და ის არ ვიცი ზუსტად რას უწოდებენ იმ ზღვა რომ უკან დაიხევა და დატოვებს ისა როგორ გითხრათ ნაკვალებს მაპატიეთ ვერ გავიხსენე ზუსტად მაგას რას უწოდებენ, როგორ მახსოვს რომ ზღვა იყო შორს ფოჩი რომ დაყავდით ზღვაზე დედაჩემს, აი ის მომენტები დღემდე მახსოვს. ზღვა იყო შორს და წყალში დაცურავდა გამჭვირვალე მედუზები და მე მათი მეშინოდა. იმიტომ რომ მეგონა რომ მიკმედნენ ან შხამი დამიზიანებდა რამეს. თუმცა ისინი შხამიანი არ იყვნენ, მაგრამ მე მათი ძალიან მეშინოდა. პატარა ვიყავი. მაგრამ
არა, ხელში ვიჭერდით. კი, ხელში ვიჭერდი მედუზას, მაგრამ ძალიან არ სიამოვნებდა, რომ ფეხზე მეხებოდა. არ ვიცი. არ მიყვარდა, რომ ფეხზე მეხებოდა, მაგრამ ხელი დაჭერას მაინც ვცდილობდით. თან შიში კიდევ გქონდა იმისი, რომ მედუზა თუ შემეხო ფეხზე, ალბათ რამე მოხდება მეთქი, მაგრამ მაინც ვცდილობდი დამეჭერა ხელით. კიც მეშინოდა, კიც მაინტერესებდა. მე საერთოდ უცნობის მოყარე ვიყავი. აი ეს მედუზები მახსოვს ძალიან კარგად მე. მედუზები არა, მედუზების მაგვარი ის ალბათ მედუზა არა. რაღაც სხვა ქვია ალბათ. და მედუზებს დიდი ფეხები აქვენ და გამჭვირვალეც არ არიან. ესენი, მედუზები, პატარა გამჭვირვალე მედუზები. იტყობა მაშინ ზღვა უფრო სუფთა იყო. კიც მეშინოდა მათ და კიც მაინტერესებდა მათი შეხება. ხო, ახლა რომ გამახსენდება ეს. წამოგიდგენთ ახლა ბუნების ცვლილებები. მე რო გითხარით ზოგჯერ ხდება, ხელოვნურად მეთქი, აი მაგალითად დუბაიში. ხო გასვთ რა მოვლენები იყო დუბაიში, ხო? უდაბნო უცებ დაიტბორა, მაგრამ ეს იყო ხელოვნური დატბორვა, რადგან იმისთვის რომ წვიმა გამოიძახათ, მე ნათქვამი მაქვს, რომ არსებობს ტექნოლოგიები და ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ვინც ეს გააკეთა დუბაის ტერიტორიაზე, ზედმეტი მოუვიდა და ამ ყველაფერმა გამოიწვია წყალდიდობები. თოვლიც კი მოვიდა დუბაიში, ხო? ნალექის სახით. აი ეს ხელოვნური ჩარევა, თოვლი აფრიკაში, რომელ ქვეყანაში იყო არ მახსოვს, შარშან. ეს ტენისის ბურთის ხელა, ხოშკაკალები. ეგ ყველაფერი ზოგჯერ ხელოვნურად გამოწვეულიცაა. და რაც დატბორებას შეეხება, დაიტბორება საკურველია დაბლობები, არც საქართველოა გამონაკლისი. მაგრამ აგრეთვე ცვლილებები შეეხება მთიან რეგიონებსაც, იმიტომ რომ ჩვენ კი ვხედავთ, რომ მთა დგას რამდენი წელი უცვლელად, ხომ? და სინამდვილეში თურმე ეს პლიტები, რომელიც არის ამ მთების ქვეშ განლაგებული და გამოიწვია ამ ზოგ ადგილას მთების აწევა, მაგალითად კავკასიონი. იქ ორი პლიტა ხდება თურმე ერთმანეთს, ევრაზიული და მეორე პლიტას რა ქვია არ მახსოვს. ხო, ეს ორი პლიტა შეიჯახა ერთმანეთს და ამან რატომ და რამდენი წლის უკან თურმე ეს მთები იყო ახალგაზრდა, ასე მაღალი. იგივე ელბრუსი, იგივე უშპა, ეს მთელი კავკასიონის ხრებეთი და ახაც გრძელდება მათი აწევა, სხვათა შორის 2-3 სანტიმეტრით, მგონი თუ არ ვცდები. ახაც გრძელდება მათი აწევა ზევით. და რამდენიმე წელიწადში რასაკვირველია, იქნება სულ სხვა ბუნება. დედამიწა იცვლება, დედამიწა ერთ ადგილზე ჩვენ ვიზრდებით, ჩვენ ბერდებით და დედამიწასაც ხომ უნდა განვითარება. ინტერნეტიდან და ტელევიზორით ალბათ ხედავთ, ჩავარდნები ხდება ხანდახან, მიწის ჩავარდნები, ჩდება სიცარიელები,
ზოგ ადგილას ინტერნეტში მოსანახი ეტყობა იმ ადგილას მაგმასთან ახლოსა ის ზედაპირთან მაგმა იმ ადგილებში რადა როდგებიან ფეხები თითქოს პლასტილინივით მოძრაობს მიწა ასე დააბიჯებ და თითქოს გამაგრებული არაა პლასტილინივით როგორ აგიხსნათ არ ვიცი არა გამაგრებული მიწა და ქანაობს თითქოს ჭაობის თავზე იყო მაგრამ ჯერ კიდევ მაგარი ფენაა და არიძირებით ასეთ აბიჯებენ და მიწა მოძრაობს მაგრამ ადამიანი არ ვარდება ბევრი კუნძული დაიტბორება ან უარგის იქნება საცხოვრებსა გახშდება ტაიფუნები ქარიშხალები მაგრამ მინდა დავამატო რომ ზოგჯერ ამ ქარიშხალებს ქმნიან შეგნებულად ციკლონის შექმნა შეიძლება ხელოვნურად დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული ჩვენ არ ვიცით ბევრმა ადამიანებმა არ ვიცით არ გვინახია თვალად ეს ტექნოლოგიები მაგრამ ისეთი ტექნოლოგიებია რომ არც კი დაგვესიზმრება და სხვათა შორის თუ ეს ტექნოლოგიები თუ დედმენის ხელში ჩავარდა რასაკვირველია ცოდი მიმართულებით წავა ეს ყველაფერი მაგრამ მე როგორც ვიცი ჩრდილოვან სახელმწიფოს ასე ტექნოლოგიებზე დაეკარგათ კონტროლი ხო მომავალში ადამიანები ეძებდნენ იქნება უსაფრთხო ადგილებს არ მგონია სათვრები არ იქნება მომავალში სათვრები როგორ ახლა კი იქნება რაღაც ტერიტორიები დარჩენილი მაგრამ ადამიანებს მოუწევთ მიგრაცია უსაფრთხო ადგილებში როდესაც მათი ტერიტორიები დაიტბორება ასეთ ტერიტორიები იქნება კანადა ცენტრალური ევროპა სკანდინავიის ქვეყნები სკანდინავია უბრალოდ სკანდინავია და არ ვიცი ალბათ კავკასიონის ახლა მთებში ხო ცხოვრობენ ახლა მთებში ადამიანები ალბათ გააგრძელებენ იქ ცხოვრებას და თუ დაბლობი საქართველოს დაბლობი როგორც სხვა მთელი სოფლიოს დაბლობები დაიტბორება მოუწეს მთებში ასვლა ქართველებსაც სავარაუდოდ ასე მოხდება აბა თუ დაიტბორა დაბლობები გზები მეტი საწაბალ ჩვენ ხო ვინც დარჩება ვინც გააგრძელებს ცხოვრებას ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესია რომ არა ადამიანის ხელოვნურად ჩარევის მაგალითები მაგალითად ასეთი ადგილი როგორც გრენლანდია ნაკლებად არის დასახლებული მაგრამ მომავალში როდესაც ყინულები დაიწყებენ დათნობას განთავისუფლდება ბევრი ტერიტორიები და ალბათ ხალხი აქეთაც წამოვა მიგრაციაში ხო და ვარაუდობენ რომ გრენლანდია იქნება ჭარბი წყლის მაპატი არასდროს გამოვთქვი წყლის მარაგის საცავი მაგალითად ის ადგილები როგორც გაიტი როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნები და სადაც ბუნების მხრიდან ისინი სულ მათზე მოქმედება ხდება სულ იმ მხრივ რომ იქ არის გვალვა დასალევი წყლის მარაგის ნაკლებობა ამ ქვეყნებს ცოტა გაუჭირდებათ მომავალში მე მგონია მომავალში თუ კარგი გამგებელი არ გაუჩნდა დიდ ქალაქებს მეგაპოლისებს მათაც გაუჭირდებათ რატომ და ქალაქს ვინ კვებავს სოფელი რა კვებავს უბრალოდ სოფელი და ფერმერები ხო ვინ ფერმერები
და თუ არ განვითარდა სასოფლო მეურნეობა, მაგ დროისთვის შემოტანაც გაჭირდება სხვა ქვეყნებიდან, რადგან ყველას თავისი პრობლემა ექნება და შენი თავი უკვე არავის ექნება. და როგორც მე ვთქვი, სანაპირო და მოშორებული ტერიტორიები ცოტა ამახლებულ ადგილებში უფრო მეტი უსაფრთხო იქნება. მაგალითად, კონგო. მას გაუჭირდება გადარჩენა. გაქრება მკვდარი ზღვა, გაქრება ამაზონის ტყეები. მთიანი რეგიონები ეს რომლებიც ადრე იყო მოყინული, ყინულის დადნობის შემდგომ შედეგიდან გამომდინარე იქნებიან მეტყელს საშიშლის ზონები. გახდებიან უпроსტად მეტყელს საშიშლის ზონები და მიწა დაიწყებს ჩამოშლას 100 წლის შემდეგ შეიძლება ზღვის დონე აიგიოს 1 მეტრამდე. შეიძლება გაქრეს მალდივები და ინდოეთი იქნება სულ მაგ დროს ბრძოლაში გადარჩენისთვის და რასაკვირველია ყველა ის ტერიტორიები, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. და მე მინდა დავამატო, რომ რადგან კოსმოსიდან მოდის ძალიან ძლიერი ენერგიები, რადგან ხდება მზის ამოფრქვევა და ეს მზის ამოფრქვევა მოდის ჩვენამდე, ეს სიმხურვალე, ეს სიცხე, რასაკვირველია ტემპერატურა აიწევს, მით უმეტეს ზაფხულში და ამ სიცხიდან შეიძლება ბევრი ადამიანი მოკვდეს, გარდაიცვალოს. ან ის ადამიანები, რომლებსაც დაბალი ვიბრაციები ექნება, ისინი ვერ გაუძლებენ მაღალ ვიბრაციებს. ხო, მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ადრე მე მიჭირდა რამდენიმე წლის უკან სუნთქვა ზაფხულში, რადგან ძლიერი სიცხეები იყო, მაგრამ ახლა მე სუნთქვა არ მიჭირს, უბრალოდ ესა რომ ზაფხულში როგორც ყველა ადამიანი ჭარბობს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ხო, მაგრამ ასე რომ თქვათ, კი, მაყრის ხშირად, მაგრამ სუნთქვა არ მიჭირს. ხო, მე დავიწყე ამის შევამჩნიე უკვე დიდი ხანია, რომ მე თავისუფლად სუნთქავ სიცხეში. ესე იგი, ჩემი ორგანიზმი ადაპტირებულია. მაგრამ თუ მაღალი სიცხეები იქნება, მცენარეები გაუჭირდებათ გაზრდა და შეიძლება მომავალში საერთოდ გაქრეს. აგრეთვე იქნება იმ საშიშროება, რომ პლანეტის მესამედი დარჩეს დასალევი წყლის გარეშე. ხო, და დაიწყება მიგრაციები. ხალხი მასიურად დაიწყებს მიგრაციას ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება გადარჩენა. და ამ დროს ხალხს დაავიწყდება ყველანაირი კონფლიქტი, სიძულვილი, სიამაყეს დაივიწყებენ, აპატავნობას დაივიწყებენ, ეგოს დაივიწყებენ თავის საკუთარ ეგოს და ხალხი ერთმანეთს ამოუდგება როგორც საერთოდ დაავიწყდება, როდესაც ერთმანეთს ეომებოდნენ. აი მაგალითად, რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, მე მოგიყვებით მოკლედ ერთ ისტორიას. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ავღანეთში რუსეთის ჯარი იდგა, საბჭოთა კავშირის ჯარი უпроსტად და სანამ დაიწყებოდა სამოქალაქო ომი ავღანეთში, სანამ მოჯაჰედები წამყვობდნენ თავს, ჩაიყვანეს ავღანეთის სოფლების დასახმარებლად ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ერთი გოგონა, სახელად ირინა, გვარი არ მახსოვს. ეს იყო სტუდენტი და გათხოვილი იყო ზაფხულში. და 2-3 თვის შემდეგ
ესე იგი, კი დაძაბულობა იყო და ამათ აუგზავნეს კაბულის დატოვება, მაგრამ ერთი-ორი თვის შემდეგ შეიცვალა სიტუაცია, ცოტა ასე თქვათ, დაძაბულობა მოიხსნაო და ესენი გაემგზავრნენ სოფელში, მაგრამ მათ გადაიღობენ მოჯაჰედები, ყველანი ამოხოცეს, ეს გოგონა დატოვეს, 22 წლის გოგო იყო და ვერ გაცვალეს, რადგან მოჯაჰედებმა მოითხოვეს ამ გოგონაში 20 ჯარის კაცი. მაგდრინტელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლებმა ვარ თქვა. ჩვენ არ გვეღებსო ვიღაც სტუდენტის გულიზაო 20 ჯარის კაცი, 20 მოჯაჰედი გადავთვალოთო მაგ გოგოზე. არ გვეღირსო. ხო, ესე იგი, იმ გოგოს სანაცვლოდ იცხოვდნენ ტყოთ ჩავარდნილ 20 მოჯაჰედის მებრძოლს. ის გოგო დარჩა. შემდეგ რომ გადარჩენილიყო იმისთვის, იძულებული გახდა იქ ერთ-ერთ მოჯაჰედების ლიდერს გაყოლოდა 4 ცოლად, გაუჩინა მას 3 შვილი, შემდეგ ის კაცი მოკლეს, უბრალოდ სანამ მოკლავდნენ, რუსი ჯარი გამოიყვანა გორბაჩოვმა იქედან 91-ში ხო გამოიყვანეს ჯარი. შემდეგ მოჯაჰედებმა დაიწყეს ერთმანეთისწინააღმდეგ ბრძოლა, რადგან საერთო მტერი არ იყო, გადაწყვიტეს ერთმანეთი ამოეხოცათ და ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ ხელისუფლებისთვის. ამ დროს მოკლეს ამირინას ქმარი და ამ კაცის 3 ცოლმა გააგდეს ეს ქალი სოფლიდან. და ეს ქალი არჩევეთიები რა როგორ უბრალოდ გეტყვით რომ ხალხის დახმარებით დაბრუნდა რუსეთში. და მაგრამ ის უკვე ის არ იყო 11 წელი გაატარა მან ტყვეობაში. 11 წელი. წარმოგიდგენიათ? ხო, მან იცოდა, მაგის სწავლობდა სტუდენტობის პერიოდში, იქ 2 ენას დიშა და რაც ხა მეორე კიდე 2 ენა ჭარბობდა იქ უფრო სოფლებში. თავისი აქცენტებით, თავისი დიალექტებით. და მან კარგად შეისწავლა ესენები იქა. და რომ რუსეთში ჩამოვიდა, თავისუფლად ნახა სამუშაო, რადგან ცოცხალი მატარებელი იყო ამ 2 ენისა, თავისი დიალექტებით და მას ასაკურილი ვარც არავინ ეტყოდა. ერთ-ერთი მიზეზი გარემოს დაბინძურებისა არიან ქარხნები. საწარმოებები, რომლებიც ამონაბოლქვის უშვებენ დიდი რაოდენობით ამ ამონაბოლქვას პროცესებიდან გამომდინარე, ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე და ეს ყველაფერი ხდება გარემოში, ატმოსფეროში. ქიმიური საწარმო. როდესაც მეტალების გადამუშავება ხდება, მაშინაც ხდება, იმ მომენტში ხდება გარემოში ბინძური ნივთიერებების გავრცელება და ძალიან ბევრი ქიმიური ტოქსიკური ნივთიერებები ვრცელდება ამ დროს ატმოსფეროში. მაგალითად ასეთი საწარმოები არის განლაგებული ყაზახეთში და სხვა, მე ხა არ ჩამოვთვლი ქვეყნებში. და ყველაზე საშინელი დაბინძურება ხდება პლასტიკური მატერიის გადაყრა ბუნებაში. წყლის საცავეები, მდინარეები, ტბები, ზღვაშიც კი ძალიან ბევრია ეს პლასტიკური ნაგავი. პლასტიკური ბოთლები, პლასტიკური ჭურჭელი, ალუმინის ქილები, პეპსიკოლისაგან, ლუდის უпроსორად ქილები, ალუმინის ქილებში, რაშიც ასხამენ ალუმინის მეთქი
პეპსიკოლას, გაზიან წყლებს, ლუდს და ასე შემდეგ. მაგალითად, იმისთვის რომ დაამზადონ ქაღალდის პაკეტები, იხარჯება ყველაზე დიდი რაოდენობის წყალი. სადღაც მეახლობით 7 კუბომეტრი წყალი. 5-ჯერ მეტი ენერგია და 2-ჯერ მეტი წიაღისეული საწვავი. ხო, ავიღოთ მეტალი. მაგალითად ალუმინი. როგორც ჩვენ ვიცით, ალუმინისგან აკეთებენ ქილებს. სასმელი წყლისთვის, გაზიანი წყლებისთვის, ლუდისთვის, კოლებისთვის, ენერგეტიკული სასმელებისთვის. თურმე ალუმინი იშლება ბუნებაში, იმისთვის რომ ალუმინი დაიშალოს ბუნებაში, სჭირდება 500 წელი. მინა. იმისთვის რომ მინა დაიშალოს, თურმე საჭიროა 1,000,000 წელი. პლასტიკური ბოთლი იშლება, ესე იგი, იმისთვის რომ დაიშალოს ბუნებაში პლასტიკური ბოთლი, ეს საჭიროებს 450 წელს. მიახლოებით. ამის გარდა მინაც, მეტალიც და ქაღალდიც იწონის უფრო მეტს, ვიდრე პლასტიკი. ესე იგი, აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ ესე იგი, ტრანსპორტით გადაიტანო ეს წინა სამი ჩამოთვლილი ხის ნაწარმი, მეტალის ნაწარმი და მინის ნაწარმი, ამათ ჭირდებათ ყველაზე მეტი ენერგია, ესე იგი, ტრანსპორტით და რადგან ტრანსპორტი მუშაობს საწვავზე, ბუნებაში ხდება განმავლობით დიდი რაოდენობით, ხო? ამ ტრანსპორტისგან. ესე იგი, 50%-ით იმატებს ეს CO2-ის გამონაბოლქვი 50%-ით მეტი არის ამ მომენტში, გადაადგილების პერიოდში. და ამას გამოყოფს საწვავი, რომლითაც უნდა გადაიტანო ეს მინა, ეს მეტალი და ეს ხის ნაწარმი. ქაღალდის შეფუთვები. ქაღალდის შესაფუთი მასალა. ეკო მცველები სთავაზობენ ვარი ვთქვათ პოლიეტილენულ პაკეტებზე და თავაზობენ ხალხს მაღაზიებში და ბაზარში იარონ ნაჭრის სუნგით. ესე იგი, ბამბის სუნგებით, მაგრამ მაგათმა იციან როგორ მოყავთ ბამბა? ხო, ეხლა მე იცით რა, მე ამ ვიდეოს ვთანხმდი რამდენიმე ვიდეოდან, რადგან იქ ყოველდღიურად თითო თემაზე საუბარი და მე არ მიღებს ამდენი ვიდეო რომ გადავთვალო და თქვენც მოგბეზრდებათ. მე მინდა მოკლედ გადმოგცეთ ყველაფერი. ხო და ვუყურებ ახლა მე რამდენიმე ვიდეოს და ამომაქვს იქედან რაც საჭიროა და ჩემსაც ვამატებ. და ახლა მე მოგიყვები თქვენ ერთი პიროვნება გამოდის თუ რა საშინელია, რა რთული მოსაყვანი და შესაგროვებელია ბამბა. ეს ყველაზე ესე იგი, ამ დროს თურმე ყველაზე მეტი დაბინძურება ხდება, როდესაც მოყავთ ბამბა და აგროვებენ ბამბას და გადაამუშავებენ ამ ბამბას. და ღირს თუ არა ამ ბამბის პლანტაციების გაშენება. ამაზე მოგიყვება ერთი პიროვნება. ამ ბამბის თესლები უნდა მორწყა წელიწადში 200 დღე. 1 მაისური რომ
გამოუშვა, ამისთვის საჭიროა მიახლოებით 3000 ლიტრი წყალი. ერთი მაისური, რომ გამოუშვა 3000 ლიტრი წყალი. წარმოიდგინეთ? ამის გამო აშრობენ მთელ წყლის საცავებს. ამ ბამბის გაშენება შეეწირა არალური ზღვა, არალსკაი მორე, არალის ზღვა უბრალოდ. არალსკაი მორე. ხო, ეს არალის ზღვა დაჩრა იმის გამო, რომ უზბეკისტანში დაიწყეს ამ ბამბის პლანტაციების გაშენება და მაგის შემდეგ დაიწია ზღვა 100 კილომეტრით უკან. და ამ ბამბის პლანტაციებს ამუშავებდნენ ქიმიკატებით, პესტიციდებით და ეს ყველაფერი არა მხოლოდ ბუნებაზე მოქმედებს, ეს ყველაფერი ადამიანსაც მოქმედებს. ხო, რადგან ამ ბამბის სამუშაოება ხდება ხელებით და ყოველი მუშა ღებულობს ამ პესტიციდების თავის დოზას. ესე იგი იწამლება. მუშა, რომელიც მუშაობს ამ პლანტაციაზე, ამ პლანტაციაში ყოველი მუშა იღებს შხამს, საჭირო დოზის შხამს. როგორც სულელურად არ უნდა ჟღერდესო, პლასმასის საწარმოს განვითარება უფრო იაფიჩდება, ვიდრე მინის, მეტალის ან თუნდაც ხის შეფუთვების გამოშვება. ან თუნდაც იმავე ბამბისა და ვადიმ პეტროვი სვამს კითხვას, როგორ შეგვიძლია ჩვენ, რით შეგვიძლია უბრალოდ ჩვენ შევცვალოთო პლასტიკი. ხო და ეს კაცი თავაზობს ახლა, მოდითო ამ პლასტიკს სიცოცხლე გავხანძლივოთო, ესე იგი გავხადოთო ერთჯერადი კი არა, გავხადოთო მრავალჯერადი. რომ იმავე ბამბის ნაჭრის მოხმარების მაგივრად მოვიხმაროთო მრავალჯერადი პლასტიკი, ესე იგი პლასტიკისგან დამზადებული იგივე პოლიეტილენი. კიდევ მე-19 საუკუნეში მიხვდნენ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, რომ პლასტიკის შეცვლის ადამიანის ცხოვრებას მომავალში. იმ კაცმა, ვინც მოიგონა ეს პლასტმასის ბოთლები, მიიღო პრემია და აღიარება იმ დროს. მე ახლა არ ჩავღმავდები ამ თემებს, იმიტომ რომ მე ვერ მოგიყვანთ ვერც ფაქტებს, ვერც რიცხვს დავასახელებ, ვერც პროცენტებს. დავიბნები მეც და თქვენც დაგაბნებთ. მე უბრალოდ თქვენ მინდოდა თქვენთვის მეთქვა თუ რა დაბინძურებები არსებობს. და აქვე მე მინდა დავამატო შეგნებულად ხმაური. დიახ, ხმაური. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ღამით, როდესაც თითქოს ყველას ძინავს, ვისაც ძინავს, რომ ხმაური იწვევს ამ დროს უფრო მეტ გაღიზიანებას ადამიანებში, ვიდრე დღისით. დღისით რატომღაც ხმაური არ მოქმედებს ისე გამახსიანებლად, როგორც ღამით. არ დაკერებულ ხარ? ამიგიცივიათ ყურადღება. ღამით ბუნებასაც ძინავს. სიწყნარია და ნებისმიერი პატარა ხმაური იწვევს დისკომფორტს, გაღიზიანებას. ხო? აი მაგალითად ხომ არის, რომ
ზოგი აი მაგათად ავიღოთ სოფლები უფროსები იძინებენ ადრე დაქანცულები არიან, მაგრამ ახალგაზრდები განვამდე არ წვებიან, ხო? ან ძლები საქმიანობენ და რათა უნდა წყნარად ეცადონ საქმის გაკეთებას, არ გააღვიდონ მამამთილი და დედამთილი, ისინი მაინც ფხიზლად არიან, მაინც ესმით და ახისიანებთ რაღაც ყოფასეული ხმაურები. ხო? თუ ახლა წარმოიდგინეთ იმათ, ვისაც არ გონიათ, რომ ბუნება ცოცხალია. ახლა წარმოიდგინეთ ბუნება, რომელიც ჩვენსავით ცოცხალია და რომელსაც ჩვენსავით ცნობიერება გააჩნია, წვრილ დონეზე მით უმეტეს ჩვენ სადაც ცხოვრობთ იმ ტერიტორიაზე, წვრილ დონეებზე შეიძლება კი არა, წვრილ დონეებზე ცხოვრობენ სხვადასხვა ცივილიზაციების, სხვადასხვა წარმომადგენლები. დიახ და ჩვენ მათას ვუქმნით დისკომფორტს ჩვენი ხმაურით. დანადგარების მაგალითად ადრე იყო ვისაც თხილის პლანტაციები ჰქონდა, თავისით მაგალითად მამაჩემ თავისით დაამზადა დანადგარი თხილის გასაწმენდ და თავდა ადრე 6 საათზე თავდა ამ თხილის დანადგარს, რითაც მეზობელს აღიზიანებდა წნევიან ქავს, მას არ იძინა, მაგრამ სხვა ძინავს და დანადგარის ხმა კი იცი რა მხლა მანძილზე მოქმედებს, ხო? ამას ვამბობ. იგივე მაქნის ჩართვა, იგივე ტრაქტორის სამუშავება სოფლის პირობებში წამოიდგინეთ და მაპატიეთ ტკივილმა დამიარა ყვირილი ან როდესაც დაუშვათ არიან ოჯახები, სადაც ვინმე ჩხუბობს სულ ან სვამს და მერე დებოშირობს. ესეც მოქმედებს მაგრად ადამიანზე თან ღამით. როდესაც ადამიანს უნდა დასვენება, ხო? და თუ წამოიდგინეთ ბუნება რა დღეშია. ან წვრილი დონეებზე მაცხოვრები ვინც ცხოვრობს, ჩვენ ვერ ხედავთ მაგათ, მაგრამ იგენიც მათაც ხომ უქმნით დისკომფორტს უქმნით. ხო, თქვენ ახლა ზოგიერთებს გაგიცინებათ, მაგრამ ეს მასია. მაგალითად, როდესაც ადამიანი ჩაყურებს ყურში, ესეც დაბინძურება. ახლა მოდის ახალი წელი და ჯერ ახალი წელი არ დამდგარა და უკვე დაიწყო საფეთქებები. ჩვენ კი მე არა, მე უკვე არაფერი ახალი წელს არ ზეიმობ და არც ნაძვის ხედა მეთქე რამდენი წელია და არც ასაფეთქებები მიყიდია. ადრე კიდე ვიტანდი ამ ხმას და ახლა ვერ ვიტან. რადგან გული მიხდება ცუდად, მაძლევს არითმიას. ან ბრადიკარდიას, გულის აჩქარებას. ეს საფეთქებები, რომელიც ლამაზია, ტელევიზორში მით უმეტეს რო უყურებ, რა სილამაზია, ხო? საგანათებულია სხვადასხვა ფორმებით. ეს არის ყველაზე დიდი დაბინძურება. ჩვენ ანგარიში არ უსწორებთ ბუნებას. და შემდეგ ჩვენ გვინდა, რომ ბუნებამ ჩვენ ანგარიში გაგვისწოროს.
თქვენ უნდა გაუსწოროთ ბუნებას ანგარიში იმისთვის, რომ შემდგომ ბუნებამ თქვენ გაგისწოროთ ანგარიში. ყველაზე დიდი დაბინძურება ეს არის ხმაური, ჩხუბი, ყვირილი. გაითვალისწინეთ ეს. მეც მაქვს ეს პრობლემა. ვერ გადავეჩვევ ხომ აღარ ლაპარაკს. ხანდახან ისევ წევ ტონალობას, რომ მე თვითონ ხვდები ცუდად. კი, მე თვითონ ხვდები ცუდად ჩემივე ხმისგან. მართლა გეუბნებით. რადა, მე ვიცი ემოციურად საუბარი. და როდესაც აქ ახანაკრებში რო ვარ ველაპარაკები ან აქ მყოფ გუმრებს ან ხაზეიკას ან მისძავს ან ემოციურად ვიცი საუბარი და ამ ტონალობას წევ და მე უცებ ხვდები ცუდად მე. ხო, ამიტომ ჩემ მაგალითზე ვიცი თუ რა დისკომფორტს იწეს ხმომაღალის საუბარი და ჩუბ და კამათი, მაგრამ მე არა, მე კონფლიქტური ადამიანი არა ვარ. მაგრამ როდესაც სხვა ცდილობს ჩემ დაკმინებას, დამცირებას, მაინც მოქმედებს. და არ ყვები. გაჩნია ხა სიტუაციას. ყველაფერზე ხო ვერ იჩხუბებ. არ მიღებს მე ადამიანებს ვიცი რომ ვერ გამოვასწორებ. არ ყვები. თან ასაც კიდევ ცემპათის ახ ერთი მოხუცი ქალია. მაგარი ხუშტურებიანი ქალია. არ ყვებოდი. მაგრამ ბოლოს მაინც ჩამაგდო ისე დღეში რომ ხმასაცემდი 1-2 კვირა. ახახან დაველაპარაკე. იმიტომ რომ მისგან მოდიოდა ნეგატიური ენერგია. სულ ლალის გაიზახოდა. თან მარცხენა თვალზე ოპერაცია მქონდა გაკეთებული თვალის და უნდა მაშინ უფრო მეტი სითბო იყო და უნდა დაწურილიყავი რომ იმდენი წვეთები მქონდა გამოწერილი რომ თითქმის ყოველ საათში უნდა ჩამეწვეთა. ეს კი არ მოხდა საშუალებას მე ჩემ თავზე მიმეხედა. რამდენჯერ აუხსენია? არა, ერთი ყურში შეუშვებდა, მეორეში გაუშვებდა. ძალიან კარგად ესმის იმხას ყველაფერი, მაგრამ თავისი უნდა ბოდიში ამჟღავნებაზე გაისწოროს. ხო და მეორე თვალზე გაფრთხილებული მყავდა და იმდენად არ შემაწუხა. მაგრამ როდესაც მოვისვენე, მეწოდებოდა ქალი ნავარიელი, ავამტყოფი, მოხუცი, მოღრმცილი დადიოდა და ამიტომ უწყობდი ხელს, თუმცა მეც კარდღეში არა ვარ, ხო? მაგრამ მე მიხვდი რომ გამოჭერილი მყავდი და უკვე აბა ქალი მეუბნება აქანე ბეტონი დაასხეს ტუალეტთან და სანამ 2 დღე ვერ მიდიოდით იქ ტუალეტში, მეზობლის ტუალეტში დავდიოდით და როდესაც გაშრა ბეტონი და უკვე მოგცნება შეცვლის მეუბნება წამყევიო ტუალეტში. ეს ხომ უზრდელობა, იმდენად უზრდელი ქალია. აი ვერ მოვითმინე და წამოვენთე. მე უთხარი მე შენი ძიძაკი არა ვარ, მე უთხარი აბანოში მიყვებოდი, ჩემ გარეშე არ შედიოდა წყალი დამიყენეო ცხელი. კარგი. და არ ყველაფერზე ლალე. იცი ჩემი სახელი. ხო და ამიტომ ვამბობ მე, არიან ტოქსიკური ადამიანები. მაგრამ ასეთ ადამიანს მე რათა უნდა ვიჩხუბ, მაინც თავისას ისამს, რადგან მან მხოლოდ მისი საქმე იცის. მხოლოდ მისი საქმე. არიან ბევრი, როგორ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებს ეჩხუბო? აზრი არა აქვს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს ქალი ამ ქალისგან უკვე მახისიანებდა რა. ძალიან ცუდად ხდებოდი. მე გრძნობდი რომ ენერგია მიდიოდა ჩემგან. მაგრამ როგორც კი ამ ხალხს დავენდურე, სასწაული მოხდა. პირდაპირ გაგებით,
ამ ქალის ნეგატიური ენერგია მე ხო ამ ქალს არ ვიკარებდი, არ მელაპარაკებოდა, ხმას არ ვცემდა, არც ის ვცემდა, რაღაცა პირიქით მე ვიყავი მართალი. მე დამაბრალა რაღაცა. გეუბნებით ამოვისუნთქე. ამიტომ მე დაწუნდი იმაში, თუნდაც მოხუცი იყოს, თუნდაც ასაკით დიდი იყოს, თუნდაც შენი ახლობელი იყოს, თუ ადამიანი ტოქსიკურია, სჯობია ამ ადამიანს თავი არიდო ან თუ ვერ არიდებ თავს, დისტანცია მაინც იცოდე. იმიტომ რომ ასეთი ტოქსიკური ადამიანებისგან, იმის გამო რომ სირცხვილია, იმის გამო რომ ასაკშია, ანავათა, თქვენ არახავთ ვალდებულები, თქვენ მოიწამლოთ თავი. ან დაკარგოთ თქვენი ვიბრაციები, დაწიოთ თქვენი ვიბრაციები. არა, არ იუხეშოთ, არ ეჩხუბოთ, მაგრამ ტაქტიკურად მოარიდეთ ასეთ ადამიანის თავი, რაც არ უნდა ახლო ადამიანი იყოს. თქვენ პირველ რიგში თქვენ სულიერ ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროთ. ესაა მთავარი. ხო, ბევრს გაეცინება, მაგრამ ის რაც ჩვენთვის არის თითქოს და წვრილმანი, აი ამ წვრილმანებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ეს წვრილმანი ჩვენ გვაკორგინებს ვიბრაციებს, გვიწევს ვიბრაციებს. ამიტომ თქვენ თავს მიხედეთ პირველ რიგში, თქვენ სულიერ ჯანმრთელობას. ძიმე მეტალები. კიდევ ერთ-ერთი შემდეგი ძალიან ძიმე დაბინძურება, ძიმე მეტალებით დაბინძურება ხდება გარე სამყაროსი. ეს ძიმე მეტალები არის ქიმიური ელემენტები, ატომური მასით 50 AMZ-ზე ან სიბრტყით 8 გრამი სანტიმეტრზე. ამ ძიმე მეტალების სიაში შედის სპილენძი, ნიკელი, კობალტი, რკინა, მარგანეცი, ქრომი, ვანადი, ტყვია, ცინკი, ვისმუტი, ოლოვო, კადმი, რუსულას სურმა, ვერცხლის წყალი, ტორი და ურანი. და ეს ძიმე მეტალები წყალში ხდება ამ საწარმოებიდან, სადაც ამუშავებენ პესტიციდებს, ეთიჭოთი გავიხსენებ, რომლისგანაც ამზადებენ სასუქებს. და ეს პესტიციდები და ეს სასუქი ჟავი არა, ეთიჭოთი ჟავი წვიმების სახით უბრუნდება უკან დედამიწას. და სხვათა შორის ამ ძიმე მეტალებით დაბინძურების წყაროები შეიძლება იყვნენ, მე ხა ჩამოგიცვით სიას, ნავთობი, ასფალტი, ბიტუმები, რკინის საბადოები, ნახშირი, სხვადასხვა მინერალები, მინის წარმოების დროსაც, მინის წარმოებისას გამოიყოფა თურმე ძიმე მეტალები, იგივე პარფუმერია. პარფუმერიაში შედის ეს თვალის ჩრდილები, შედის ტუჩის საცხი, შედის სუნამოები ყველაზე საშიში რაღაც არის. მე ცოტა მაქვს დარჩენილი ის გათავდება და მე სუნამოს არ ვიყიდე. ის მაჩუქეს ისიც. ქიმია ყველგან ჩხრის ლაკში, რომელსაც თქვენ ისობთ, აცეტონი, რომელთაც თქვენ იშორებთ ამ ჩხრისლაც, ჩხილებიდან, ეს არის
თურმე ბენზინის გამწმენდი, გამხსნელი. წარმოგიდგენიათ? ასევე ფარმაცევტული საწარმოები, თვითწამლებიც კი, ქიმიური წამლები, რომლებსაც ჩვენ სვამთ, ამ წამლებშიც კი გამოიყენება ძიმე მეტალები. უბრალოდ ის ნივთიერი დანართები, რომლებიც აქ შედის ამ წამლების გადაკვრაში. მარტივად მე რასაუბრად გამოვთქვი, ფენაში, რომლითაც საბოლოოდ, რომელშიც ფუთავენ ქიმიურ წამალს. ესე იგი, სპილენძის და პოლიმეტალური საბადოები წყარო აგრეთვე. მკვდარი ორგანიზმების დაშლის დროსაც გამოიყოფა ეს ძიმე მეტალები. რატომ აქვს ასეთი სახე? თურმე ის ადრე საბჭოთა კავშირის დროს ხომ იყო რკინის მილები, ხო? და თურმე როდესაც ჟანგდება ეს რკინის მილები, ამ დროს გამოიყოფა ეს ძიმე მეტალები ამ შემთხვევაში წყალში. ამიტომ მე მიკვდა რატო ცვლიან, რატო გადაიყვანეს მილები პლასტიკურ რკინის მილები პლასტიკურ მილებზე. ხო, ესე იგი, როდესაც წყალი შემოყავთ, უკვე იყენებენ პლასტიკურ მილებს. გამამდიდრებელი საწარმო არის ამის მიზეზი. სინთეტიკური კაუჩუკის რეზინა. მაგარი რეზინა, რომ აკეთებენ რეზინის კამებს, აკეთებენ ბორბლებს, მაქნების ბორბლებს. ესიც აბინძურებს გარემოს, ნავთობის წვა და ნახშირის წვაც აბინძურებს გარემოს, მერე საღებავების წარმოებაც აბინძურებს გარემოს და გამოყოფს ამ ძიმე მეტალებს, მეტალურგიული სფერო გამოყოფს ძიმე მეტალებს, სათბური ელექტროსტანციები და სხვადასხვა მინერალების საბადოები. ეს ყველა გამოყოფს ძიმე მეტალებს. კი, ზოგადი ძიმე მეტალები არიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტები, რომლებიც შედიან ფერმენტების შემადგენლობაში და ხარს უჭერენ მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებს. კარგით, მოდით მე ამით დავამთავრებ. აქ მე, ესე იგი, შევეცადე ამ ვიდეოში იმის მიუხედავად, რომ ეს ვიდეო შეიძლება ბევრისთვის არ იყოს საინტერესო, მაგრამ შევეცადე ამ ვიდეოში თავი მომეკრიბა ყველა იმ დაბინძურებებისთვის, რაც კი არსებობს. შეიძლება რამე გამორჩა, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მაინც ჩავდე. მადლობა ყურადღებისთვის.